სანამ ახლა ესე ვზივარ, რომ ეს ხათაშორის თვითონ კანკალებს მე არ ვაკანკალებ ხელს. ესე იგი ვზივარ, რომ ორგანიზმს ასეც ასე ვახდენ ორგანიზმის გაწმენდასაც. ქალბატონი ალიტა აქ არის. ბატონი დანიელი. ეს ბუბუ. ბატონი დანიელი. მიყვარხეთი. ხოდა ის გრისი თქმა მინდოდა თქვენთვის. დამავიწყდა. გავიხსენებ. რაღაც ეს თქმა მინდოდა ნეტავრი. ნახეთ. ბევრი რაღაც ძველ ვიდეოზე კომენტარები უცბად რატო ამომიხტა, არ ვიცი, ამომიხტა, რომ რაღაცის კომენტარი, რომ რატო აზიარებს ესეთ რაღაცას, ესეთ დედამის ეს კამერა კანკალებს, იმიტომ რომ იმ ხელით მიჭიროს, რომელს მოკლედ ასეთ. რატო აზიარებ, იცით, თქვენც გაგვიზიარეთ, ახლა გაზიარების დრო. თქვენც გაგვიზიარეთ, რა გეტკინათ, რა გადაგხდათ, რა შეგემბთხვათ, ვინ გატკინათ, ვინ იყო თქვენი მასწავლებელი. როდესაც ვინმე გტკენთ, იცოდეთ საუკეთესო მასწავლებელია. აი გუშინ მაგალითად ბუბუმ ესე დაჩხაპნა დანიელი სახეზე და ესე მოვიდა და მე მეთქი მткиვავ ბუბუ მეთქი მადლობელი იყავი ბუბუს მეთქი და რატო და იმიტომ რომ boundaries გასწავლა როგორ boundaries ქართულად როგორ არის დედი საზღვრები გასწავლა მეთქი საზღვარი არ დაიჭირა ძაღლთან ცხოველთან და ამიტომ მანამდე რომ დაეჭირა საზღვარი ანუ არ მიეცა ახლოს მოსვლის უფლება ძაღლზე უნდოდა არ უნდოდა აი ეს ყველაფერი არ მოხდებოდა შესაბამისად ბუბუ დანიელის საუკეთესო მასწავლებელი იყო გუშინ დანიელი მიხვდა და მადლობაც კი გადაუხადა აგერ ჩვენ ბატონ ბუბუს ხო და რისით მე თქვა მინდა რაც ხდება იცოდეთ ანუ ის კი არ რატო ხდება ჩემთავს თქვით რატომ არა რას მასწავლის ეს ყველაფერი და ისწავლეთ ტკივილი ეს დიდი ნეგატივი გარდაქმნით პოზიტივად და გაგვიზიარეთ კაცო ეს ყველაფერი ხდება თქვენთვის რომ ისწავლოთ გააღვიძოთ ასე თქვენი ნიჭი მიხვდეთ ვინ ხარ და გვასწავლოთ თქვენი ნიჭით გაგვაბედნიერო ჩვენც აი ეს ყველაფერი ამისთვის ხდება ამიტომ ისწავლეთ დემენციას კი არ გაეკცეთ საუკეთესო მასწავლებელს საოცარს საუკეთესო მასწავლებელს ცხოველური საწყისებისა საუკეთესო მასწავლებელს როგორ არის სწორი წინ გავლილი ფიქრებისა ცხოვრებისა ქმედებებისა აზროვნებისა სიტყვებისა და ასე შემდეგ დედაბუნებასთან საუკეთესო მასწავლებელს სიახლოვისა დედაბუნებასთან და ასე შემდეგ ისწავლეთ მათგან მადლიერი იყავით კაცო ბავშვები და ბავშვი რა ახლოს არის დედაბუნებასთან ხო ამიტომ ისწავლეთ და გვასწავლეთ ჩვენც იმიტომ რომ ყველაფერი ცუდი რაც ხდება კარგისთვის ხდება იმიტომ რომ გვასწავლოთ რაღაცა ეს თქვენი სასწაულია ეს ცუდი თქვენი ეს ჯოჯოხეთით თქვენი სამოთხისთვისაც ნახეთ ჯოჯოხე თუ გზას მიყავ ხარ სამოთხის გზამდე ზოგჯერ ჯოჯოხე თუ გზას ზუსტადაც რომ სამოთხის გზამდე მიმავალი არის და არა პირიქით ნახეთ აი როდესაც ბავშვებს მაგალითად რო ამბობენ ხოლმე რომ პრინცესა საბით უნდა გავზარდო შვილი პრინცესა დისნეი მაინც არ გაქვთ ნანახი მოკოდა პრინცესა 10,000 ჯერ გაცოცხლდა ფენიკი ქსივით რა არ დაემართა მარტო მოუწია თელი რაღაცების გავლა ანუ საკუთარი აბსოლუტურად დაშლა აი წარსული შთაგონებებისაც ყველა ახალი და შემდეგ გახდა დედოფალი ანუ ახალი ადამიანი გააღვიძა ტრანსფორმინდა და შემდეგ დალაგდა მის ცხოვრებაში ყველაფერი გახდა დედოფალი აი თუ პრინცესულად ზრდით მაშინ დააცადეთ ბავშვს 10,000 ჯერ წაქცევა და შემდეგ გავდგომა ნახეთ დედები ჩვენ ვცდილობთ რომ ყველაფერი გავუკეთოთ ჩვენ შვილს რომ აი ჩემი შვილი სასწაულია ყველას დედას გონია რომ თავის შვილი განსხვავებული და სასწაული არის და თან რაღაც ოდნავ თუ რაღაცას დაემთხვა ჩვენი ფიქრები რაღაცა მივხვდით რომ ღმერთისგან ან კიდე აი გამოგზავნილი რაღაცა სასწაულმოქმედი არის ან კიდე სხვა ისიც რომ
მაგალითად რა დანაშაულის გრძნობებით ვართ ბავშვის მიმართ ან თავიდან მაგალითად არ შეგვეძლო ბავშვთან ერთად ყოფნა ან თავიდან არ გვინდოდა ის ბავშვი და რაღაცა ქვეცნობიერში რაღაცა გქონს დალეგილი და ან კიდე ჩვენ ვიყავით მიგდებულნი და მოკლედ ჩვენ შულს ყველაფერს უკეთებთ რომ ანალოგიურად კომპენსაციას გესმის იმისა რაც ჩვენ არ ქონდა ან იმისა რაც ადრე არ გაგვიკეთებია ჩვენი შვილისთვის და მოკლედ ხო იცი ეწამთ უნდა მყურდანი ხო დედი აქ არა ნერვილო და რისი თქმა მინდოდა ამიტომ რას არ უკეთებ და ნახეთ გონია რომ ბავშვს რო უკეთებთ ამდენს რაღაცას ზრდით რაღაც საოცრებას რეალურად ბავშვს ვაზულუქებთ გესმით ბავშვს ვუკარგავთ მეობას არ იყო მასეთი არავინ მარნიშოვის ინსტიტუტში შემოვიდა შეუტენენ შენ საუკეთე ინსტიტუტში ყველაფერი კარგად არის არ ნერვილო ხო და და ნახეთ როდესაც ან თუნდაც ურთიერთობა ცოლი რო ქმართან მიმართ ცოლი დებს ცოლი აკეთებს საჭმელს ცოლი აკეთებს ყველაფერს და გონია რომ აი შემქმარს უფრო ვეყვარები რეალურად იცით რას აკეთებთ აზულგებთ ქმარსაც არ ჩერდება დედებო კაცები სხვანაირად აღზარდეთ რა თორე ვღებულობთ რაღაც დამახინჯებულ ვერსიას ადამიანისას აგრეთვე გოგოებიც და რისი თქმა მინდა და ამ დროს ნახეთ ურთიერთობაში ორივე უნდა ჩადოს და როდესაც ერთი დევს იმის იმედით რომ იმას ვეყვარები და ასე შემდეგ იცით რა ხდება გონება ამ ყველაფერს სხვანაირად აღიქვავს აღიქვავს რომ ანუ მე არასრულფასოვანი ვარ ურთიერთობაში ანუ ხო ეს უნდა გააკეთოს მე არაფრის ჩადება არ მჭირდება ანუ არ იზრდება ის ადამიანი პიროვნულად ბავშვიც ასე არის როდის ყველას აქვს ოჯახში თავის ადგილი და თავისი წვლილი უნდა შეიტანოს გესმით როდესაც დედა აკეთებს ყველაფერს ბავშვის წვლილი მაშინ რაში არის გესმით თან ნახეთ დედა აკეთებს რაღაცა და არ სწავლობს დედა ბავშვისგან ბავშვი რას გასწავლის აქ და ახლა ყოფნას გესმით ამიტომ ისწავლეთ ბავშვისგან ბავშვი თქვენგან ისწავლის ჩანსახ ურთიერთობებს შვილთან მამასთან დედასთან და ასე შემდეგ არ მიაკოტობოთ მოხუცი ზრუნველობა ასწავლეთ თქვენ შვილს თქვენ მიერ მიტოვებული მოხუცი ნიშნავს თქვენი თავი მიტოვებული მოხუცებულობის დროს ბავშვი მიტოვებული და ბავშვი გაზულუქებული თქვენ აზულუგებთ თქვენ თავს თქვენში არსებულ ბავშვს ამახინჯებთ საკუთარ თავს გესმით ამიტომ ასწავლეთ ბავშვმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ოჯახში დისციპლინა პასუხისგებლობა უპირობოსი თამაშით გაკეთებული ყველაფერი თამაშით ბედნიერებით სიხარულით დანიელს აი ასე ვასწავლეთ როგორ ვასწავლეთ კი ნერვები კი არ მეშლებოდა თუმცა ესეც იყო ხოლმე და ვცდილობდი რომ ეს გარდამეკვნა საერთოდ აღარ ვამეცადინებდი ხოლმე მაგ დროს თამაშით აბა შენ მოიგებ თუ მე ვინ გამოიცო მათემატიკას აი ესე ვსწავლობ ითამაშეთ ამ ცხოვრებით და ყველაფერი კარგად იქნება იცოდეთ ურთიერთობაში მარტო თქვენ კი არ დააკეთოთ მეუღლესთან ან შვილთან ყველას თავისი წვლილი ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ერთი თვის ბავშვმაც ორი თვის ბავშვმაც ერთი თვის ბავშვის წვლილი რა არის ჩემო კარგო მოთმენას გასწავლის მიმღებლობას მისი ნეგატივისა და მისი პოზიტივისა ისწავლეთ ყველასგან აჩვენეთ ბავშვებს როგორ ისწავლონ რა არის მათი მოვალეობა ოჯახში და ასე სრულფასოვნები იქნებიან გესმით სრულფასოვან ოჯახის წევრად ჩათვლის თავს ის იცით ჩვენ ცხოველური საწყისებისგან ვართ ცხოველი ეს სხეული გვაქვს ცხოველის სული ღმერთის აუცილებელი არის გესმის რომ ყველა ეტაპზე ვიცოდეთ რომ ჩვენ სასურველნი ვართ აბა დროებით მე თქვენ უპირობოდ მიყვარხართ